ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ქალაქია, რომელიც რელიეფის მრავალფეროვნებითა და მწვანე საფარის სიუხვით გამოირჩევა. მის თანამედროვე არქიტექტურულ სტილს ქალაქის ცენტრიდან სხვადასხვა მიმართულებით გამავალი ქუჩები ქმნიან, რომლებიც დროის ცვალებადობასთან ერთად თავადაც იცვლებიან. შუა საუკუნეების ქუთაისის ისტორიის შესახებ მწირი ინფორმაცია გვაქვს შემონახული. თუმცა სხვადასხვა ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ ამ დროისათვის ქალაქი გალავან შემორტყმული და კარგად გამაგრებული იყო, რაც ქუჩების ქსელის ფართოდ გაშლის საშუალებას არ იძლეოდა. ფრანგი მოგზაურის დიუბუა დე მონპერის მიერ 1838 წელს პარიზში გამოცემულ რუკაზე, რომლის ასლიც ქუთაისის ცენტრალურ არქივში ინახება, აღნიშნულია ქალაქის რამდენიმე ქუჩა. ასევე ის განაშენიანება დასახლებები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ უბნებად მიიჩნევა. ქუთაისის ქუჩების წარმოქმნა, მათი ისტორია, ქალაქის განსახლება და ზრდა-განვითარების პროცესი მისი გუბერნიად გამოცხადების თანამდელი პროცესია. საარქივო მასალების მიხედვით, ქუჩების ქსელის პირველი ჩანასახები სწორედ ამ პერიოდიდან ჩნდება. ქალაქის განვითარების პირველი გეგმა 1829 წელს შეიქმნა, თუმცა 60-იან წლებამდე ქუთაისის ქუჩებს სახელები არ გააჩნდათ. ეს პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრა 1868 წელს. 1885 წელს კი სპეციალურმა კომისიამ ქალაქის ყველა ქუჩა აღწერა და სხვადასხვა სახელი მიანიჭა. ისტორიას თუ გადავხედავთ, სახელები იცვლებოდა ეპოქის შესაბამისად. რევოლუციის პერიოდში რუსი რევოლუციონერების ქუჩების სახელები არის ძირითადად, შემდგომ 99-90-იან წლების შემდგომ როცა ეროვნული ხელისუფლება მოვიდა სათავეში, უკვე ესეთი სახელები გვხვდება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიასთან, ქართველ მეფეებთან, საზოგადო მოღვაწეებთან. ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, ეპოქის შესაბამისად ხდებოდა ქუჩების დასახელებასთან დაკავშირებით. ბატონმა გოგი კოპალიანმა ქუთაისის ძველი ქუჩების ისტორია და დღევანდელი მდგომარეობა შეისწავლა. შეკრებილი ინფორმაცია წიგნის სახით რამდენჯერმე გამოიცა. – 1993-95 წლებში ცენტრალურ არქივში მიმდინარეობდა მოძიება მასალების და ძალიან დაგვეხმარა ტექნიკრის ბიუროს პირველი ხელმძღვანელის აზრგარდაცული ნოე აბზიანძის მიერ მოკვლეული მასალები, რომელიც მოიცავდა 90 წლამდე მასალებს და ასევე ქუთაისელი ისტორიკოსის დანიელ ხანანაშვილის მიერ 1999 წელს გაზეთ ქუთაისში გამოქვეყნებული რამოდენიმე ნომერში გამოქვეყნებული ქუთაისის ქუჩების შესახებ ისტორიას. 2010 წლის მონაცემებით ქუთაისში 284 ქუჩაა, რომელთა მთლიანი სიგრძეც 317 კილომეტრში ადგენს. როგორც ამბობენ, უახლოეს მომავალში ქუთაისის ქუჩების სახელწოდებებში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება.